მოკლედ აგიღწე რა არის AI და როგორ მუშაობს ის. დავიწყოთ თავიდან. AI-ს მაგალითად ChatGPT-ს ვწერთ რაღაც ტექსტს. როდესაც რაღაც ტექსტს წერთ, ის ტექსტს სიტყვებს შინაარსობრივად კი არ გებულობს, ის მას გარდაქმნის ციფრებად, რომელიც მის ასე ვთქვათ ბიბლიოთეკაში ინახება. მაგალითად რომ ვიწეროთ რა არის საფრანგეთის დედაქალაქი, ყოველი სიტყვა ცალკე კოდს შეესაბამება. ის ამ კოდებად გარდაქმნის, წაიღებს მასთან და მერე იწყებს ამ კოდებს შორის ურთიერთკავშირის. მათ შორის შე რა ტექსტიც მიწერე იმ სიტყვებს შორის ურთიერთკავშირის და მის უკან ასევე რაც უზარმაზარი მონაცემები არის, იქ ურთიერთკავშირების მოძებნას. და პასუხი რომ რა არის საფრანგეთის დედაქალაქზე არის პარიზი, ეს კი ჩვენ ვიცით დარწმუნებით, იმიტომ რომ გონება მაქამდე მივიდა, მაგრამ მან არც ერთი პასუხი არ იცის აბსოლუტური დარწმუნებით. ის განსაზღვრავს ამას მათემატიკური სიზუსტით. გამოდის რომ მას როდესაც მილიარდობით მონაცემი აქვს უკან, იქ ყველაზე მიახლოებული პასუხი კოეფიციენტით, ასე ვთქვათ, აღმოჩნდა რომ არის პარიზი. ანუ გამოდის რომ მან მათემატიკურად მაქსიმალური სიზუსტით პასუხი დაგვიბრუნა. წარმოიდგინეთ, იგივე ხდება არა მხოლოდ ერთ სიტყვიან პასუხებში, არამედ მრავალ სიტყვიანში. როდესაც თქვენ რაღაცის მიწერა გინდათ, ის სიტყვებს შორის ურთიერთკავშირს და ალბათობებს იკვლევს და იქიდან გამომდინარე პასუხობთ. პირველ რიგში ამ წინადადების, ჩემი მიწერილი წინადადების სიტყვებად დასდას ქვია ტოკენიზაცია. მერე იწყება ემბდინგის პროცესი, როდესაც კოეფიციენტებს, ასე დავარქვათ, კოეფიციენტებს ამოკრიფავს და სიტყვათა შორის კავშირების პოვნას, ყველაზე ლოგიკური კავშირების პოვნას ცდილობს და მერე ისევ დეკოდინგი მიდის, ანუ ფაქტურად ის ფიქრობს თავის ნერვულ ქსელებში კოდების დონეზე, ისევ კოდების დონეზე აბრუნებს პასუხს, მაგრამ ჩვენთვის კოდები გაუგებარია, ამიტომ ამ კოდებს გადაქმნის სიტყვებად და სიტყვებად გვიბრუნებს უკან. აი მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს. და წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ეს სქემა ასე მუშაობს, შეიძლება შემდეგ ჯერზე, როდესაც დაწერ რაღაც წინადადებას, ამ სქემის ცოდნამ უფრო გაგიმარტივოს მისთვის გასაგებენაზე დაწერო და როდესაც მისგან პასუხს მოისმენ, იმ პასუხმა არ გაგაბრაზოს, ასე ვთქვათ, თუ რამე უჩვეულო გიპასუხა, არამედ მიხვდე ის როგორ ფიქრობს და შენი აღქმა AI-სთან მუშაობის პროცესში გაცილებით უფრო გაუმჯობესებული იყოს. მე ვეცადე რომ ამ ვიდეოს მიზანი ეს ყოფილიყო, არ ჩავსულიყავით ღრმა ტერმინებში და რაღაც სქემებში და იქ სხვადასხვა მოდელებში, არამედ უბრალოდ მარტივად გაგვეგო, რომ მე როდესაც მას წერ, ის როგორ ფიქრობს, რა არის მის უკან, რას აანალიზებს და არ დაგავიწყდეს. ეს დროის ამბავია. უამრავი მონაცემი არის, რასაც აანალიზებს, რის გაანალიზების დროს ჩვენი ტვინი ვერ გაუმკლავდებოდა, უბრალოდ აფეთქდებოდა, ამიტომ არის რომ თელი ეს სქემა ნელ-ნელა უმჯობესდება, ვითარდება და რაც დრო გადის, უფრო და უფრო დახვეწილი ხდება. და გვეშინოდეს თუ არა, ეს უკვე კომენტარებში დაწერეთ, ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. და ასევე დაწერეთ ზოგადად რა თემაზე საუბარი იქნებოდა საინტერესო, იმიტომ რომ ამ არხზე ვსაუბრობთ AI-ს და no-code-ის შესახებ, რაც აბსოლუტურად ყველას სჭირდება და ყველასთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო უნდა იყოს.